აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდში ფაიფურისა და კომბინატის დასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ დევნილთა განსახლების ადგილები მოინახულა და მოსახლეობას გაესაუბრა. ასევე პირადად გაეცნო კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ საცხოვრებელ პირობებსა და უმთავრეს საჭიროებებს. მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს აფხაზეთის მთავრობის მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები გააცნო. გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, რათა იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და აფხაზეთში საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ. შევხვდით ჩვენს დევნილებს, მოვისმინეთ მათი საჭიროებები, გამოწვევები, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ შევეცდებით ჩვენი რესურსის ფარგლებში და კომპეტენციის ფარგლებში შევძლოთ ამ პრობლემების და გამოწვევების გადაჭრა. აფხაზეთის მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება ჩამოყალიბდებით, რათა გავაერთიანოთ ჩვენი რესურსები იმისათვის, რომ ამ მოსახლეობას მათი პრობლემები მოუგვარდებათ. სასიამოვნო იყო ახალი თავმჯდომარის გაცნობა, ჩვენთან შეხვედრამ ძალიან საინტერესო ჩაიარა, ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, პრობლემებზე და პრობლემის გადაჭრის გზებზე.